როგორ ხვდებით ან რა ვიცით ცოცხალმა ხალხმა რა ხდება ჯოჯოხეთში ან სამოთხეში. ბიბლიაში წერია, მაგრამ როცა უკვე გარდაცვლილი იყო ადამიანი, როგორ გაიგო რა ხდება. ჩვენ ეს სწორედ ბიბლიიდან ვიცით და არა მარტო ბიბლიიდან. არამედ არის სხვადასხვა გამოცხადებები, სხვადასხვა ესე იგი შემთხვევები, როდესაც ღმერთი ადამიანებს უცხადებდა ამის შესახებ. ესეთი მრავალი. წმინდა სასუფეველზე ხო ვილაპარაკეთ, როგორი სიხარულია. და ჯოჯოხეთის სატანჯველზე წერია, რომ ესე იგი მათი არ მოკვდება. აი წარმოიდგინე, მატლი რო გჭამს და რო იცი, რომ ეგ არასოდეს არ მოკვდება. და სულ რო დაგჭამოს მარადიულად. ცეცხლი, რომელიც გწვავს, ოღონდ ეს გადატანითი მნიშვნელობით არის, პირდაპირ კი არ არის ის მატლი და ის ცეცხლი. აქ სინდისის ქენჯნაზეა, ჩვენი ნებების მიერ ჩვენს ტანჯვაზეა ლაპარაკი. იმ ტანჯვაზეა, რომ აი სიხარული, რაზეც ვილაპარაკეთ, რო იცოდი, რომ ის შეიგეძლო, რომ დაგემკვიდრებინა და ის რომ დაკარგენ. მაგ ტანჯვაზეა და კიდე მრავალი სხვა. ხო და ეს წერია, რომ გაუსაძლისია იქ მდგომარეობა და ამ გაუსაძლის კიდე უფრო გაუსაძლის ხდის ის, რომ იმედი არ არსებობს, რომ ეს როდესმე დამთავრდება. იმედი არ არსებობს. ამ წუთის სოფელში შეიძლება რაღაც განსაცდელი ქონდეს და იმედი გაქვს, რომ ეს გაივლის და მორჩება. მაგრამ იქ ის არასოდეს არ მორჩება.